აგროდაფინანსების მიღების არსებული მოდელი იცვლება. თუ აქამდე ძირითადი ფილტრი კომერციული ბანკები იყვნენ, რომლებიც ბიზნეს გეგმების საკუთარი რისკს შეფასებების კრიტერიუმებით აფასებდნენ, ახალი მიდგომით ეს ფუნქცია ნაწილობრივ სახელმწიფოს გადაეცემა. ბიზნეს გეგმების პირველადი შეფასება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონეზე მოხდება, ანუ პირველად თქვენს ბიზნეს გეგმას შეაფასებს სამინისტრო და მათი შერჩეული პროექტები გადამისამართდება უკვე ბანკებში დაფინანსების მისაღებად. როგორც ხელისუფლება გვიხსნის, ეს ცვლილება მიზნად ისახავს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ეს უნდა ვაღიაროთ ნამდვილად, რომ აგროსექტორი მაღალრისკიან სექტორად იყო მიჩნეული ბანკების მიერ და ხშირად სწორედ ბანკების კონსერვატიული მიდგომა გახლდათ მთავარი ბარიერი, რის გამოც ფერმერები დაფინანსებას ვერ იღებთ. შესაბამისად, ხელისუფლება ახლა სამინისტროს ჩართვას იმით ამართლებს, რომ ეს არის მცდელობა განვითარების ლოგიკით ჩაანაცვლონ ფინანსური სიფრთხილის ფილტრები. ეს ერთი შეხედვით ცუდად ნამდვილად არ ჟღერს, მაგრამ არის ბევრი მაგრამ. არის ბევრი კითხვა და ბუნდოვანება. პირველ რიგში, რაზეც სპეციალისტები მიუთითებენ, გახლავთ ის, რომ იზრდება სახელმწიფოს როლი ბიზნესის შერჩევაში, რაც რისკებს ქმნის სუბიექტურობის, პოლიტიკური გავლენების და არაეფექტიანი გადაწყვეტილებების კუთხით. ბანკების შემთხვევაში გადაწყვეტილება ეფუძნებოდა წმინდა ფინანსურ ანალიზს და მომგებიანობას, მაშინ როცა სამინისტრომ სრულიად შესაძლებელია იხელმძღვანელოს სოციალური, რეგიონული და პოლიტიკური პრიორიტეტებითაც კი, ეს არის ყველაზე საფრთხე აქ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც სპეციალისტები მიუთითებენ, არის პროცესის სიჩქარე. თუ აქამდე მერწარმე პირდაპირ ბანკთან მუშაობდა, ახლა მას დამატებითი ბიუროკრატიული საფეხურის გავლა მოუწევს. სამინისტროს შემოწმებას გულისხმობთ. ეს კი სპეციალისტების ვარაუდით შეიძლება გახდეს დროის დაკარგვის და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის მიზეზი, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ხოლმე როგორც ვიცით, მცირე და საშუალო ფერმერებისთვის. მესამე ასპექტი, რაზეც ყურადღება მახულდება, გახლავთ პასუხისმგებლობების გადანაწილება. მაგალითად, თუ პროექტი სამინისტროს მიერ დადებითად შეფასდა და საბოლოოდ ვერ გაამართლა, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი გაუგებარია? ბანკი, რომელმაც გასცა დაფინანსება, თუ სახელმწიფო, რომელმაც რეკომენდაცია მისცა ამ პროექტს. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ ფინანსური რისკების მართვის მხრივ. საბოლოოდ ეს ცვლილება სპეციალისტების მიერ ფასდება როგორც სისტემური გადატრიალება აგროდაფინანსების მოდელში. ის აძლიერებს სახელმწიფოს როლს და ცდილობს გაამარტიოს დაფინანსებაზე წვდომა, თუმცა ამავე დროს ზრდის ბიუროკრატიულ და ინსტიტუციურ რისკებს. წარმატება ამ პროექტის, აი ამ დაფინანსების მოდელის, ასე ვთქვათ, შედეგიანობა და წარმატება დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გამჭვირვალე, პროფესიონალური და პოლიტიკურად ნეიტრალური იქნება სამინისტროს შეფასების პროცესი. ამ მხრივ კი ჩვენ ქვეყანას კარგი გამოცდილება ნამდვილად არ აქვს და გასაგებია, ხო, რაზეც ეჭვობენ ფერმერების ნაწილი და სპეციალისტების ნაწილი. რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, ამაზეც მინდა 2 სიტყვით გითხრათ, მსგავსი მოდელები ნამდვილად არსებობს არაერთ ქვეყანაში, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებით. უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო კი არ ანაცვლებს ბანკებს, არამედ მათთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ. მაგალითად, გერმანიაში აგროდაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო განვითარების ბანკის მეშვეობით, თუმცა პროექტების შეფასება მაინც ფინანსურ კრიტერიუმებზე გახლავთ დამყარებული და პროცესში კომერციული ბანკებიც აქტიურად მონაწილეობენ. გადამწყვეტი სიტყვა მათი თქმით. საფრანგეთში კი აგროსექტორი აქტიურად ფინანსდება ევროკავშირის საერთო აგროპოლიტიკის ფარგლებში, თუმცა სესხის გაცემაში საბოლოო გადაწყვეტილება ისევ ბანკებს ეკუთვნით და სახელმწიფო მხოლოდ სტიმულირებისა და სუბსიდიების შექმნით შემოიფარგლება. ერთგვარ გარანტორად გვევლინება ამ სესხისთვის. მოკლედ რომ შევაჯამოთ, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ აგროდაფინანსებაში სახელმწიფოს როლი არა გამონაკლისი, არამედ სტანდარტიც კი გახლავთ, თუმცა ყველაზე წარმატებული მოდელები სწორედ მაშინ მუშაობს ეფექტურად, როცა გადაწყვეტილების მიღება და რისკი გადანაწილებულია. სახელმწიფო უზრუნველყოფს განვითარების ლოგიკას და მხარდაჭერას, სტიმულებს, ხოლო ბანკი ინარჩუნებს ფინანსურ დისციპლინას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი, საქართველოს შემთხვევაში ვნახოთ, როგორ იმუშავებს დაფინანსების ახალი მოდელი, ვნახოთ გამართლდება თუ არა სპეციალისტების და ფერმერების დიდი ნაწილის ეჭვები.